უპირველეს ყოვლისა ჩემი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აწუკე ყოფილ ორ თანამშრომელს ნინო ზაუტაშვილს და ვასილ ივანოვ ჩიქოვანს მე ორივეს ვიცნობ, არათუ ვიცნობ ორივესთან მეგობრობ ეს ჟურნალისტები ალბათ კი არა ნამდვილად ასე ვიტყვი იყვნენ საუკეთესონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველ ყოვლისა საკუთარი პრინციპულობის და ღირებულებებისადმი ერთგულების გამო. Შეეხება ჩემს დღევანდელ ვიდეობლოგი ეხება თემას, უნდა მივიდეს თუ არა საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოცნების მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია. ჩვენ არ ვიცით, რამდენადაც მე ვიცი, პასუხი მისი იმის თავობაზე აპირებს თუ არა ის მისვლა სულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. ეს სულუკიანის კომისიას სხვა ვინმე რომ დაებარებინა ნაციონალური მოძრაობიდან ხაზარაძე დაიბარა იცით თქვენ კვარამია დაიბარა სხვები და სხვები. აი სხვები რომ არ უნდა მივიდნენ და არ უნდა მისულიყვნენ, ხო? ეს ჩემთვის ეჯგარეში ამბავია, რასაკვირველია არავინ უნდა მისულიყო, არ უნდა გამოცხადებულიყო სულუკიანის ამ ფსევდო კომისიაზე, მაგრამ ბევრი ფიქრი ანალიზის შემდეგ მე მივიღე ამგვარი გადაწყვეტილება რომ მეთქვა თქვენთვის რომ ვინ და სწორედ გახარია კი უნდა მივიდეს იმიტომ რომ საქმე ეხება 2019 წელს 20 ივნისს ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს როცა ბატონი გახარია ასრულებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ანუ ჯერაც არ იყო პრემიერ-მინისტრი და მას ისიც თქვენ სამართლიანად თუ უსამართლოდ ბრალდება ის ამბავი რაც მოხდა დედაქალაქის ცენტრში. ხა ყველა საუბრობთ მაკო გომურის თვალზე და მართებლადაც ვიქცევით ცხადია, მაგრამ აქ მარტო მაკო გომურზე არ არის საუბარი, მას უდასტურებს ცხადია პატივისცემას. აქ საუბარია იმ სასტიკ დარბევაზე, მოქალაქეების მიმართ ანგარიშწორებაზე, რომელიც უკვე შემდგომ მახასიათებელი გახდა ქართული რუსული ოცნებისათვის. თუ ქართული რუსული ოცნებისა და ამ პრაქტიკას უკვე ხშირად მიმართავდა და მიმართავდა ქართული ოცნება, თუმცა აი პირველი ამგვარი მძაფრი, კვეთრი და ადამიანის უფლებათა შემლახავი აქტი მან ჩაიდინა სწორედ 2019 წელს 20 ივნისს და აქ გითხარით რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი გახარია და ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე რომ აი გახარიამ გასცა ბრძანება თუ არა, მამუკა ბახტაძე რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, იმან გასცა ბრძანება თუ არა, აბუკარასკელის გვარის უფრო იშვიათად კი არა, საერთოდ იშვიათად ისმის, იმიტომ რომ ყველა ხვდებით რომ აბუკა ბახტაძე ფიქტიური პრემიერ-მინისტრი იყო, ანუ არაფერს არ წყვეტდა და მე იქ საუბარია რომ ანზორ ჩუბინიძე კადრებში ჩანს, ან სხვები და სხვები იყვნენ ბრძანების გამცემი. ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, რომ ბრძანების გამცემი ვინ იყო და ბიზინა ივანიშვილი. თუმცა მეორე მხრივ ვინც ამას ამბობს, ხოლმე მეც მას შორის, ხშირად ვიმეორებს, რომ ბიზინა 10 საათზე იძინებს, ოღონდ სტაფილოს წვენს მეორე დილიცოს, აი საღამოს რასწორს არ ვიცი, ესე ვამბობ ხოლმე მე ყვავის ხვიზლის ნაყენს დალევს და დაიძინებს ხოლმე. შესაბამისად, თუ 10 საათზე იძინებს ბატონი ივანიშვილი, ეს დარბევა შედარებით გვიან მოხდა და აქედან გამომდინარე კითხვა როგორ გასცა მან ბრძანება. თუმცა მე ფიქრი იმისა რომ იმ დღეს მას უძილობა სჭირდა, ვერ დაიძინა, ანუ ყვავის ხვიზლის ნახარში დალია შედარებით გვიან არ საერთოდ არ დაულევია ამისკენ ფიქრი რასაკვირველია მიგვირბის თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ ფარდა ამ ყველაფერს რასაკვირველია უნდა ახადოს გიორგი გახარიამ და სად უნდა ახადოს თუ არა სწორედ ამგვარ კომისიაზე მე თუ მკითხავთ აქამდეც უნდა ეთქვა თუ ის უბრალოა და სწორედ ბიზინა ივანიშვილია ბრძანების გამცემი აქამდეც უნდა ეთქვა ყოველგვარი კომისიის და კომისიაზე დაბარების გარეშე მაგრამ ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს რომ გნებავთ პიარულად, გნებავთ ინფორმაციულად, გნებავთ ტაქტიკურად, გნებავთ სტრატეგიულად ბეჭებზე დასცეს ამ кейსში ყოველ შემთხვევაში სულუკიანი და მისი ფსევდო კომისია, რომელიც რასაკვირველია FSB-ს კარნახით მოქმედებს. აი ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მეთქი აქ გითხარით გახარიასი
აქედან გამომდინარე თუ სხვას მე მოუწოდებ ან ბევრი ჩვენგანი ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ სულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზეო რაც შეეხება გახარიასთან მიმართებაში მე ოდნავ კი არა გვარიანად 180 გრადუსით განსხვავებული აზრი მაქვს და ის სწორედაც რომ უნდა მივიდეს. ეხლა კიდევ ერთი ამბავი აი ამ თემას რო ჩავუღრმავდი გახარიას გვერდიც ვნახე და ის ბრიუსელში გამოსულა ან სხვა პოლიტიკოსები ის ბოლო 4-5 თვის განცხადებებს რომ ვადევნებ თვალყურს და უცხადია ვადევნებ თვალყურს ხო უკლებლივ ყველა დღესაც კი აი აპრილის შუა რიცხვებია ამბობს რომ უნდა დაინიშნოს რიგარეშე ან ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორი მოთხოვნაა ეს მეორეჯერაც გავიმეორებ ამ სიტყვას სწორი მოთხოვნაა მე-13-თ, მე-4-თ, მე-8-თ, მე-10-თ, მე-18-თ ვიტყვი. მაგრამ კითხვა არის ამგვარი. უნდა დაინიშნოს კი არჩევნები. უფრო ზუსტი რო ვიყო, იმ შემთხვევაში თუ ქართული რუსული ოცნება ემანთ მოხდება ისე რა წამოვა დათმობაზე. სხვათა შორის ამის ნიშნები არის. ინფორმაციები აღწევს ჩვენამდე. დათმობაზე წამოვა და დანიშნავს არჩევნებს. ეს ჩვენ დაგვაკმაყოფილებს კი. მეცაც გეტყვით, ქართულმა ოცნებამ ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ შეცვალოს, პირი კი არ უჩანს ამის სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ შეცვალოს. წამოვა კი და წამოვიდეს არჩევნებზე. უნდა დავთანხმდეთ კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ საერთოდ ამ უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნები რამდენად რელევანტურია. თუ ის უკანონოა, მისი არც დანიშნული გინდა და არც გადმონიშნული. მე არ ვამბობ იმას, რომ მე მაქვს ალტერნატიული გზა, მეთქი მაქვს ჩანაფიქრები, ჩემი მონახაზები, ჩემი გეგმა, ჩემი რაღაც ფიქრები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხო არ არის უეჭველი აქედან გამომდინარე, ვერც გიბედავთ, ვერც ვბედავ, რომ ჩემეული მოსაზრება შემოგთავაზოთ არჩევნების დანიშნასთან დაკავშირებით. მოკლედ ისეთი თქმა მინდა, რომ ვიდრე არ გამოსტაცებ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას გაყალბების მექანიზმებს, მათ შორის ჩვენ ხო ვიცით, რომ მან ჩამობეჭდა და ამდენი ხალხი პირადობის მოწმობა. აი ლილუაშვილი გაანთავისუფლა ახლა და საერთოდ საკუთარი განუყოფელი ნაწილი FSB-ს წარმომადგენელი, პირდაპირ ხაზის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი დანიშნა სუსის უფროსად. ანუ არანაირი სიმპტომი იმისა, რომ ის უკან იხევს, არ არის. პირიქით, კონცენტრაციას ახდენს ძალაუფლებისა და ემან რომ მოხდეს რომ დანიშნოს არჩევნები. ჩვენ ხომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ვიდრე არჩევნების დღემდე. ჩვენ ხომ 26 ოქტომბრამდე უნდა მოგვეგო არჩევნები. უნდა შექმნილიყო ისეთი ვითარება, როცა ქართული ოცნება რაც არ უნდა გაეყალბებინა, რა გინდა რა მეთოდისთვის არ უნდა მიემართა სხვადასხვა მეთოდისთვის გაყალბებისა, მას დამარცხება არ ასწდებოდა. ხო და რომ ამბობთ რომ 15-16-17-20 გაყალბების მეთოდი გამოიყენა განსაკუთრებით ცხადია რაიონებში, რეგიონებში და რაიონებში. ხო, ახლა ეს გაყალბების მექანიზმები აღმოფხრილია კი. და ქართველი პოლიტიკოსები ცხადია და სწორედაც იქცევიან, კვლავ ჯიუტად იმეორებენ, რომ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. კომპრომისის სახით, დავარქვათ ამას ერთად შარლ მიშელის დოკუმენტი, შარლ მიშელი 2, ამ მნიშვნელობა აქვს. თუმცა არ დავარქვათ შარლ მიშელი და თქვათ, რომ აი ესე გადმოაგდო ბარტყი ახალი არჩევნების სახით ბიზინა ივანიშვილმა და იწყვეთ ცხადია, ხო? უცებ ბიზინა ივანიშვილმა რომ გადმოაგდოს ეს ბარტყი და დანიშნოს ეს არჩევნები. მერე სადბიდი ხართ გაერთიანებულები, თქვენ არა ხართ. თუ გაერთიანება მაინც და მაინც აუცილებლობა. მე არ მიმაჩნია გულახდილად გეტყვით ასე, მაგრამ მაინც ამ ხელოვნურ გაერთიანებას პრინციპში ვეწინააღმდეგებოდი და ახლაც ვეწინააღმდეგები. მაგრამ შესაძლოა ვწდები და გაერთიანება ეხა ეკვლევას ეფუძნება, უნდა დაეყრდოს გაერთიანების შემთხვევაში რამდენს იღებ და ცალსლაგი გასვლის შემთხვევაში ბევრი დეტალია. კაი, ამ მნიშვნელობა არ გადავიდეთ ეხა მაგ საკითხზე. გაერთიანება აუცილებელი თუ არა გაერთიანება. კითხვა მაქვს. გაყალბების მექანიზმები როგორ არის აღმოფხვრილი? ეხა ბევრი მეტყვის რომ თუ დანიშნავს რომ მე ნელ-ნელა წავართმევთ ამ ყველაფერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც წავართმევთ სუს როგორ წავართმევთ სუს რომელშიც აქ გითხარით FSB-ს პირდაპირი აგენტი ანრი ოხანაშვილი მოვიდა იმ პირის ნაცვლად
რომელიც ისედაც არ იყო სახელმწიფოზე მომართული კაცი, ანუ ლილუაშვილი, მაგრამ ანრიო ხანაშვილთან შედარებით ვინ იყო, ვინ დავარქვათ, რა დავარქვათ, თუ ვინ უწოდოთ. ფუშე იყო, ფუშე, ან დრუჟე, ფუშე უფრო. ფუშე იყო, ხო? განუმარტოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ვინ არის ფუშე? რა უნდა წაიკითხონ, ტარლე? ხო, არ ვიცი, ხა ისე ვამბობ რა, პირობითად გეუბნებით, ხ ფუშე არა ვიცი ის იყო. ზერჟინსკი თუ გნებოდ. ზერჟინსკი არის. მოკლედ, რატო ყვები ამ ყველაფერს და იმიტომ ყვები რომ ახსნა ქართული ოცნების წყალობას, არჩენების დანიშნვის თაობაზე, წყალობას ბჭყალებში უნდა ველოდეთ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ როგორღაც და გაყალბების მექანიზმები უნდა წავართვათ. ველოდოთ მეთქი ეს კი ვთქვი, მაგრამ აი მართლა სიტუაციის განმოხტვისათვის შესაძლოა ივანიშვილო მართლაც დანიშნოს არჩევნები, ოღონდ მანამდე პარტიები გაუქმებული რო ექნება, ამაზე ჩვენ გვისაუბრია. ხო, გავიხსნა კიდე იმის თქმა მინდა რომ ჩემეული ხედვით არჩევნების დანიშნოს რაღაც დროებითმა საბჭომ. იდეალურ შემთხვევაში დროებითი სადამფუძნებლო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს როგორც პოლიტიკოსებისაგან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. უხეშად რაღაც 100 კაცი, 200 კაციანი. ამიტომი ბევრს მოუნდება ალბათ იმ საბჭოში შესვლა, მაქედან გამომდინარე 300 კაციანი შესაძლოა, მაგრამ ქართული ოცნება არ უნდა იყოს ამ საბჭოს წევრი. ანუ ძალაუფლება ქართულ ოცნებას ქუჩაში, ქუჩიდან, დასავლეთის ზეწოლის გამოყენებით და ასე შემდეგ უნდა წავართვათ. ანუ უნდა წავართვათ ეს ძალაუფლება ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც უნდა დაითხოვოს არსებული პარლამენტად წოდებული თავყრილობა და უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. და უნდა შევქმნათ აი ესეთი ფორმატი. აი ეს არის ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ამასობაში მეწყება კონტექსტი და აქედან გამომდინარე რაღაცა კონტექსტი მეწყება. შევწყვეტ ამ ვიდეო ბლოგს და თქვენ კი მოგიწოდებთ რომ ნახოთ სწორედ ჩემი საავტორო გადაცემა კონტექსტი. მადლობთ.